ჯანდაცვის სამინისტრო პრეპარატ ჰერცეპტინით ძუძუს კიბოს მკურნალობას დააფინანსებს. რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 80%-იანი დაფინანსებით მიიღებენ. პაციენტებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ ფაქტურა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს. რეფორმის მთავარი მიზეზი არის მედიკამენტზე და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. საქართველოში ძუძუს კიბოს რაც შეეხება, მე ვერ ვიტყვი, რომ ბოლო წლების განმავლობაში რაღაც დრამატული დინამიკა არის. ყოველთვის მაღალი იყო და რჩება მაღალი. ჩვენი ამოცანა არის, რომ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა გავსავთ. პაციენტებს მიეცათ საშუალება, რომ თუ წელს ეს მკურნალობა დაუჯდებოდათ წელიწადში სადღაც 50,000 ლარის ფარგლებში, ეს ღირებულება წელიწადში მაქსიმალურ რაოდენობას ვიღებ შემცირდა 7,000 ლარამდე.